მოგესალმებით. ევროკავშირისგან ჩვენ ყოველთვის დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობაზე გვესმის საუბარი. საუბრის გარდა გვესმის მუქარების და დირექტივების, თუ რა და როგორ უნდა კეთდებოდეს. დღეს Deep State-ის ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ მართული ბრიუსელის ბიუროკრატიის მიერ უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ დემოკრატიას და კანონიც ლამის უკვე მათი აზრის მიხედვით განისაზღვრება. რასაც ჩათვლიან, იმას დაარქმევენ კანონის უზენაესობას ან უკანონობას. ან სულაც პრორუსულ იარლიხს მიაწებებენ და იმას იტყვიან, რომ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ამ დროს კი თავად ბრიუსელი და მისი მოქმედი თუ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები თავად არიან კორუფციულ სკანდალებში გახვეული. ბოლო ასეთი სკანდალი ევროკავშირის ყოფილ უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის ეხება. 2 დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა ბრიუგეში მდებარე ევროპის კოლეჯსა და ბრიუსელში მდებარე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში. ფედერიკა მოგერინი 2020 წლიდან ევროპის კოლეჯის რექტორია. ის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს 2014-2019 წლებში იკავებდა. 2022 წლის შემდეგ ის იყო ბრიუგეს დიპლომატიური აკადემიის დირექტორი. გამომძიებლები იკვლევენ ევროპის კოლეჯის მიერ დიპლომატების განთავსებისთვის 3 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შენობის შეძენას. ცოტა ხანში კი კოლეჯმა ტენდერით $654,000 ოდენობის დაფინანსება მიიღო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, ქონდა თუ არა ევროპის კოლეჯის ადმინისტრაციას ან მის წარმომადგენლებს წინასწარი-წვდომა ტენდერის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, რაც ხელს შეუშლიდა სამართლიან კონკურენციას და ამით სარგებელს მიიღებდნენ ევროჩინოვნიკები. ფედერიკა მოგერინისთან ერთად დააკავეს ევროკომისიის მაღალჩინოსანი სტეფანო სანინო. სანინო მოგერინის უმაღლეს წარმომადგენლად მუშაობის დროს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა. ამჟამად ის ევროკომისიაში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებს. ბრიუსელი რომ დიდი ხანია კორუფციულ ჭაობში იძირება, ამას სხვა ისტორიებიც მოწმობს, რომლებიც ბიუროკრატიის უმაღლეს ჩინოვნიკებს უკავშირდებათ. რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გაზეთ New York Times ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსა და Pfizer-ის აღმასრულებელ დირექტორს ალბერტ ბურლას შორის გასვლილ შეტყობინებებზე წვდომა არ მიეცა. ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი არაფერი მოგვისმენია. არადა საუბარია 2021 წელს შემდგარ გარიგებაზე. მედიაში ევროკომისიის მიერ შესყიდული Pfizer-ის ვაქცინების ფასი 20 მილიარდი ევროდან 71 მილიარდ ევრომდე მერყეობს. თუმცა ყველაზე ხშირად ფიგურირებს დაახლოებით 36 მილიარდი евро. 1,8 მილიონი დოზა ვაქცინის სანაცვლოდ. ფონ დერ ლაიენზე ეჭვები და განსაკუთრებით ფინანსების ხარჯვაზე შეკითხვები Pfizer Gate-ით არ სრულდება. მის მიმართ დასაბუთებული ეჭვები არსებობს გერმანიის თავდაცვის მინისტრობის დროს კორუფციული სქემების ორგანიზებასთან დაკავშირებით. 2022 წელს ევროკავშირი კიდევ ერთმა კორუფციულმა სკანდალმა შეძრა. საუბარია 2022 წლის დეკემბრის მოვლენებზე, როდესაც დააკავეს ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი. საუბარია კატარგეიტსა და ბელგიის პოლიციის მიერ ჩხრეკისას ამოღებულ 1,5 მილიონ ევროზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის თებერვალში ევა კაილის სადეპუტატო იმუნიტეტიც მოუხსნეს, მაგრამ ახლა უკვე სხვა ახალი საქმის გამო. ევროკავშირში გამსკდარი კიდევ ერთი კორუფციული სკანდალის შესახებ ნახეთ დათა გვასალიას სიუჟეტი. ევრობიუროკრატები ბრიუსელიდან ქედმაღლური და მბრძანებლური ტონით მოუწოდებენ სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს რეფორმების გატარებისკენ, რათა დაუახლოვდნენ ევროპულ სტანდარტებს. ისიც კითხვა ერთხელ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჩვენთან ედემის ბაღია, მის მიღმა კი ჯუნგლებიო. ევროპა ბაღია, ჩვენ ბაღი ავაშენეთ. ყველაფერი მუშაობს, რომლის აშენებას კაცობრიობა შეეძლო. დანარჩენი მსოფლიო შენ ძალიან კარგად იცი, ფედერიკა. ბაღი არ არის, მისი უმეტესი ნაწილი ჯუნგლებია. ბორელმა ეს სიტყვები 2022 წელს ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში თქვა, ხოლო ფედერიკა, რომელსაც ის საუბრისას მიმართავს, ფედერიკა მოგერინია, ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის ყოფილი ხელმძღვანელი და 2020 წლიდან ევროპის კოლეჯის რექტორი.
2025 წელს კი იმ ბაღში, რომელზეც ბორელი საუბრობს, ახალი სკანდალი გასკდა. საუბარია სავარაუდო თაღლითობის საქმეზე. ბელგიელმა სამართალდამცავებმა ჩხრეკა სწორედ ბრიუგეში იმ კოლეჯში ჩაატარეს, სადაც ბორელი ახალგაზრდებს ევროპულ ბაღსა და დანარჩენ ჯუნგლებზე ესაუბრებოდა. თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სწორედ უმცროსი დიპლომატების ტრენინგებს ეხება, სადაც ის სიტყვით გამოვიდა და სწორედ ის ფედერიკა მოგერინი დააკავეს, ვისაც საკუთარ სიტყვაში ბორელი ახსენებს. ევროაქტივის ინფორმაციის თანახმად საქმე ეხება ევროპის პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, ევროკავშირის სახსრების სავარაუდო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. ანუ უფრო მარტივად, ბორელის მიერ შერაცხულ ევროპულ ბაღში ევროპელი გადასახადების გადამხდელთა თანხები კორუფციულ გარიგებებში უხვად მიედინებოდა. საუბარია ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის პროექტზე, 9 თვიან სასწავლო პროგრამაზე წევრი სახელმწიფოების უმცროსი დიპლომატებისთვის, რომლისთვისაც შენობა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ბელგიაში ევროპის კოლეჯს 2021-2022 წლებში ტენდერის პროცედურის შემდეგ გადასცა. ევროპის პროკურატურაში ძლიერი ეჭვი აქვთ, რომ პროგრამის ტენდერის პროცესში დაირღვა ფინანსური რეგულაციის 179 მუხლი, რომელიც ეხება სამართლიან კონკურენციას და მიმდინარე შესყიდვებთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია ტენდერში მონაწილე ერთ-ერთ კანდიდატთან გაზიარდა. სკანდალის მასშტაბს კიდევ უფრო ზრდის ევროკომისიის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის დაპატიმრებაც. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალებს, როდესაც ვხედავთ რისკებს ისევე, როგორც დღეს ვხედავთ კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების უკუსვლის რისკს საქართველოში. ახლა კი მოგერინს, რომელიც საქართველოს კანონის უზენაესობის რეფორმირებაში რისკებს ხედავდა, თავად აქვს პრობლემები კანონთან. მეტიც, საინტერესოა, რომ ეს კორუფციული სკანდალი გამოძიების თანახმად სათავეს 2021-22 წლებიდან იღებს. ანუ 4 წელი აგრძელდება და ალბათ სიუჟეტების მთელი ციკლი იქნება საჭირო მხოლოდ იმ განცხადებების შესაგროვებლად, სადაც ბრიუსელიდან ზუსტად ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს აკრიტიკებენ ევროპული ღირებულებებისგან, ვითომ და უკან დახევის გამო. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ პოლიცია იმყოფებოდა ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობებთან და ეს წინა მანდატის დროს განხორციელებული აქტივობების მიმდინარე გამოძიების ნაწილია და ჩვენ ვერაფერს მოგაწვდით დამატებით, რადგან ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ეს ანიტა ჰიპერია, ევროკომისიის პრესპიკერი, რომელიც ძალიან ხმამაღალი და კატეგორიულია საქართველოზე საუბრისას, თუმცა ბრიუსელში განვითარებულ სკანდალზე ბევრს ვერაფერს ამბობს. ის საკუთარ გამოსვლებში საქართველოს დიდაქტიკურად მოძღვრავს და ასწავლის, როგორ უნდა მიუახლოვდეს ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს. თუმცა კითხვებს თავს არიდებს იმ ფაქტზე, რომ თავად კავშირის შუაგულში, ბრიუსელში, კორუფციული სკანდალების, თაღლითობისა და ბიუჯეტის ფულის არამიზნობრივი გამოყენების მორიგი სკანდალი უსკდებათ, რასაც მათი ხელმძღვანელის ურსულა ფონ დერ ლაიენის კომისიაში ამჟამად მომუშავე მაღალი რანგის დიპლომატის სტეფანო სანინოს დაკავებაც მოჰყვა. გამოცემა პოლიტიკო წერს. თაღლითობის გამოძიება ევროკავშირს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში ჩაძირვის საფრთხეს უქმნის. თუ უბრალდებები და დასტურდება, ეს იქნება ყველაზე დიდი სკანდალი, რომელიც ბრიუსელში 1999 წელს ჟაკ სანტერის კომისიის მასობრივი გადადგომის შემდეგ ატყდა, რომელიც ფინანსური არასწორი მართვის ბრალდებების გამო მოხდა. ზოლტან კოვაჩი, უნგრეთის მთავრობის წარმომადგენელი, დაწყებულ გამოძიებებს და საპოლიციო რეიდებს X-ზე ასე გამოეხმაურა. კიდევ ერთი დღე, ევროკავშირის კიდევ ერთი შოკური სკანდალი. სასაცილოა, როგორ უკითხავს ბრიუსელი ყველას ლექციებს კანონის უზენაესობაზე. მაშინ, როცა მისივე ინსტიტუტები უფრო კრიმინალურ სერიალს გავს, ვიდრე ფუნქციონირებად კავშირს. ბრიუსელი, რომელიც ყველას მორალს უკითხავს იმ კაცრ დედინაცვალს დაემსგავსა, რომელიც გერს უსაფუძვლოდ ეჭხუბება, საკუთარ თავში კი არაფრის გამოსწორებას არ ცდილობს. ეს ხომ არც პირველი კორუფციული სკანდალი ყოფილა ევროკავშირის შუაგულში და არც უკანასკნელი. ევრობიუროკრატია დიდი ხანია, რაც კორუფციულ სკანდალებში ეხვევა. სულ ახლახანს ევროკომისიის პირველ პირს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უნდობლობის ვოტუმის წინაშე დგომა ხომ სწორედ მისი კორუფციული, გაუმჭვირვალე გარიგებების გამო მოუწია. Frau von der Leyen. უნდა გცხვენოდეთ, თქვენ და თქვენი მეგობარი Pfizer-ი მილიარდების ოდენობის კონტრაქტზე გარიგდით პროდუქტის შესყიდვაზე, რომელიც რბილად რომ თქვათ გამოუსადეგარი იყო. უარის შემთხვევაში კი საზიანო და არაერთ შემთხვევაში ლეტალურიც კი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა გცხვენოდეთ. ყოველ შემთხვევაში გუშინ წინ ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ გქონდათ უფლება ვაქცინის კონტრაქტების შინაარსი დაგემალათ. არსებობს არაერთი გამოძიება, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს კორუფციის ნიშნით. თქვენ ხართ ევროკომისიის პრეზიდენტი და არა კორუფციის პრეზიდენტი.
მიზეზი, რამაც მაშინ ბრიუსელში პოლიტიკური ტემპერატურა აწია, ეგრეთ წოდებულ Pfizer-Gate-ის სკანდალს უკავშირდება. კერძოდ ევროკომისიის პრეზიდენტსა და Pfizer-ის გენერალურ დირექტორ ალბერტ ბურლას პირად ტექსტურ მიმოწერას. მესიჯებს, რომელთა გამოქვეყნებაზე ფონ დერ ლაიენი მტკიცედ ამბობს უარს. მიუხედავად ევროკავშირის სასამართლოს მკაცრი გადაწყვეტილებისა 2025 წლის მაისში, რომელმაც იგი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დარღვევისთვის მკაცრად გააკრიტიკა. კავშირის პირველ ევრობიუროკრატს მაშინ ასე მიმართეს. როდესაც უმეტესობა ჩვენგანი კოვიდის პერიოდში იტანჯებოდა, ზოგიერთი ადამიანი ამ კრიზისს გასამდიდრებლად იყენებდა. თუმცა მსოფლიოს კრიზისები კი არ ანგრევს, არამედ სიხარბე იმ ადამიანებისა, ვინც ამ კრიზისების მონეტიზაციას ცდილობს. 35 მილიარდი ევროს ოდენობის საჯარო სახსრების შესახებ მოლაპარაკებები SMS-ის მეშვეობით გაიმართა. ეს ყველაფერი სატენდერო წინადადების გარეშე, მანდატის გარეშე, გამჭირვალობის გარეშე მოხდა. ევროკავშირის სასამართლომ ეს დაადასტურა. თქვენ მარტო მოქმედებდით, ყოველგვარ დემოკრატიულ ჩარჩოს გასცდით. ეს შეცდომა მხოლოდ თქვენ არ გეკუთვნით. Pfizer-Gate ადმინისტრაციული შეცდომა არ არის. ეს გახლავთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ეს სიმბოლოა გაცილებით უფრო სერიოზული გადახვევისა და მიანიშნებს ევროპაზე, რომელიც ხალხის მიღმა ჩრდილში იმართება. თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში კომისია კერძო ინტერესების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შემცირების იდეოლოგიის იარაღად გადაიქცა. თუმცა ევროკავშირის კორუფციული სკანდალები და ფარული გარიგებები მხოლოდ ევროკომისიით არ შემოიფარგლება. არამედ ევროპარლამენტიც არაერთხელ აღმოჩენილა მსგავსი სკანდალის შუაგულში. Member of the European Parliament, Eva Kaili, to corruption. Corruption scandal. 2022 წლის დეკემბერში, როდესაც ევროპარლამენტი ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ განვითარებულ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და მის დაგმობაზე მნიშვნელოვან კენჭისყრას ამზადებდა, ვიცე-პრეზიდენტმა ევა კაილიმ მიიღო შეტყობინება. ძვირფასო, ჩემს სამინისტროს არ სურს FIFA-სა და ყატართან დაკავშირებული პარაგრაფი A. გთხოვ, მაქსიმალურად ეცადო, რომ კენჭისყრამდე, შუადღის 12 საათამდე ან უშუალოდ კენჭისყრის დროს ის ამოიღო. მან ეს შეტყობინება ყატარის დესპანისგან მიიღო. ეს ინციდენტი მრავალმილიონიანი კორუფციული სქემის მხოლოდ ზედაპირული ნაწილი აღმოჩნდა. სკანდალი, რომელსაც დღეს Qatar-Gate-ს უწოდებენ. მომდევნო თვეებში გამოძიებამ გამოავლინა გარიგებები, რომელთა ღირებულება მილიონებს აღწევს. კაილის სახლში აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ნაღდი ფულიც ჩანთებში. ქრთამის აღებისა და უკანონო ლობიზმისთვის ევროდეპუტატები და მათ შორის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი დააპატიმრეს. ეს საქმე მხოლოდ არაკანონიერი ლობირების გამო არ იყო საინტერესო, არამედ გამოაშკარავდა პრაქტიკა, როგორ შეიძლება ევროპარლამენტი დაინტერესებული ძალებისთვის ოქროს თევზად იქცეს ოქროს სანაცვლოდ. ამ პარლამენტში ბევრია ისეთი, ვისთვისაც ფედერალიზმი და გლობალიზმი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საკუთარი ეროვნული ინტერესები, კულტურა და იდენტობა. Qatar-Gate სოციალისტების ორპირობის კლასიკური მაგალითია. გველაპარაკებიან სოლიდარობაზე და მორალზე, ხოლო ფარულად ნაღდ ფულს იღებენ ჩანთებით. And then at the same time accepting the cash money in the eaglet's bags. მაგრამ Qatar-Gate კორუფციული აისბერგის მხოლოდ მწვერვალია და გამოძიების ეტაპზე სიღრმეებიც გამოჩნდა, რომელსაც დასავლურმა მედიამ Marocco-Gate უწოდა. აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტარები ჯერ კიდევ 2011 წლიდან იყვნენ კორუფციულ გარიგებებში მაროკოსთან. მაროკომ ბრიუსელში ლობირების ძლიერი ქსელი ჩამოაყალიბა, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი იტალიელი ევროპარლამენტარი, მიმდინარე კრიზისის მთავარი მონაწილე ანტონიო პანცერი. პანცერიმ დაარსა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, კომპანიები, რომლებიც გამოიყენებოდა მაროკოელი აბდერაჰიმ ატმუნისგან ფულის ფარულად მისაღებად. ეს ორი კორუფციის მაგალითი, ერთი ყატარის, რომელიც 2022 წელს გასკდა, მეორე კი მაროკოსი, რომელიც თურმე 2011 წლიდან არსებობს, მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებით მათ მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ მიზნებს. რადგან როგორც შპიგელი წერს, პანცერის ასისტენტმა გამომძიებლებს უთხრა, რომ გაჩნდა იდეა, გამოიყენონ არასამთავრობო ორგანიზაცია ფულის მისაღებად. ამ წინადადებას როგორც ჩანს, მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციის დაარსება სახელწოდებით დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა, ასე რომ ყატარის სკანდალი იწვევს კითხვებს ევროპელების მიერ შექმნილ NGO-ებზეც, თუ რა იმალება მათი ჟღერადი სახელების მიღმა სინამდვილეში.
ბრიუსელი ბევრ ფულს ხარჯავს თავად ბრიუსელშიც, ანალიტიკურ ცენტრებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე და კომპანიებზე, მაგრამ როგორ იყენებენ ისინი ამ ფულს? ბევრ შემთხვევაში ისინი ლობირებენ. დიახ, ცდილობენ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამ ფულადი ნაკადების კვლევა სინამდვილეში წინა მოწვევის დროს დიდი კანონ პროექტის ბუნების აღდგენის კანონზე მუშაობისას დაიწყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცნობილი კანონმდებლობა ბიომრავალფეროვნების შესახებ და მასზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა. სწორედ მაშინ შევამჩნიეთ, რომ კომისია ეხმარებოდა არასამთავრობოებს, კომპანიებს და სხვადასხვა ქსელებს ბრიუსელში, რათა მათ ჩვენზე, ევროპარლამენტარებზე მოეხდინათ ზეგავლენა და ამას აკეთებდნენ გადასახადების გადამხდელთა ფულით. Hungary has been attacked for years now by this. უნგრეთი წლების განმავლობაში იყო ამ ელიტის, ბრიუსელის ელიტის, პარლამენტის უმრავლესობის, კომისიის წარმომადგენლებისა და ლიდერების მხრიდან მუდმივი თავდასხმის ქვეშ. მათი საყვარელი თემა იყო უნგრეთის კორუფციაში და დანაშაულება. ამბობდნენ თითქოს ევროკავშირის ყველა ცენტი ორბანის, მისი ოჯახის და მისი გარემოცვის ჯიბეში მიდიოდა. და სწორედ ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა საუბრობდნენ და ამ თავდასხმებს ხელმძღვანელობდნენ. ახლა თვითონ არიან ჩართული ამ შემთხვევებში. ზოგიერთი დაპატიმრებულნი არიან, სხვები გამოძიების მოლოდინში. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს აქ ორმაგი სტანდარტი და როგორ ახასიათებს ბრიუსელს თვალსაჩინო ფარისევლობა. ევროკავშირი ძალიან დაუღალავად აკრიტიკებს სხვა ქვეყნებს სამართლის ნორმების დარღვევისთვის, მაგრამ ამ შეფასებებს აშკარად პოლიტიკური მოტივები უდევს საფუძვლად. მაგალითად, ესპანეთის სოციალისტური მთავრობა კანონის უზენაესობის დარღვევაში იყო მხილებული, მაგრამ ეს თემა არაფერს წარმოადგენს, რადგან ისინი მათიანებად მიიჩნევიან. ამიტომ ამაზე არავინ საუბრობს. თითქოს სამართლის პრობლემა მათზე არ ვრცელდება, მაგრამ თუ საქმე შეეხება მაგალითად ქვეყნებს, რომლებსაც სხვა პოლიტიკური სისტემა აქვთ და განსხვავებული შეხედულებები, ბრიუსელი მაშინვე გადადის შეტევაზე. კანონის უზენაესობას იარაღად იყენებს. სამართლებრივ ნორმებს პოლიტიკური შეტევის ინსტრუმენტად აქცევს. ეს გამოცდილება საქართველოსაც უხვად დაუგროვდა ბრიუსელთან, განსაკუთრებით ბოლო წლების ურთიერთობების შემდეგ. ევრობიუროკრატიას მარიონეტული რეჟიმი სურს და არ მოსწონს ეროვნული ხელისუფლება საქართველოს სათავეში. ამიტომაც ხშირად სწორედ კანონის უზენაესობას და სამართლებრივ ნორმებზე კრიტიკას იყენებს ბრძოლის იარაღად. ერთი მხრივ ხელისუფლების იმიჯის შესალახად, მეორე მხრივ კი საკუთარი მარიონეტების გასაძლიერებლად. თუმცა სანამ ევრობიუროკრატია სხვა ქვეყნებს უწუნებს დემოკრატიის ხარისხსა და კანონის უზენაესობაზე, გამჭვირვალობასა და კეთილსინდისიერებაზე ლექციებს უკითხავს, სწორედ ამ დროს მის შუაგულში კორუფციული სკანდალები და ფინანსური დანაშაულები ანგრევს ევროპულ ინსტიტუციებს. იქნება ეს ევროპარლამენტი, ევროკომისია თუ უკვე მისი დიპლომატიური სამსახური. ნათელია, რომ ევროკავშირისთვის კორუფციული სკანდალები უცხო არ არის. და როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიის თავში მყოფი ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებებს აკეთებს სხვადასხვა თემებზე, მათ შორის საქართველოზე, სწორედ აქ იბადება შეკითხვა, რამდენად აქვთ მათ ამის მორალური უფლება. თუმცა როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატიას deep state-ი, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა მართავს, მაშინ სრულიად გასაგები ხდება, რომ ფონ დერ ლაიენიც და სხვებიც დაკვეთებს ასრულებენ. ისინი ის მარიონეტები არიან, ვისაც იყენებენ ყველა სხვა მიზნებთან ერთად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისთვის. მე იოანე შაეშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.